So I think that the government of Georgia is missing a huge opportunity by ფიქრობ საქართველოს მთავრობა უზარმაზარ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როცა ზურგს აქცევს ევროკავშირსა და ნატოს. It has handcuffed itself to a corpse of which is მან თავი მიაბა გვამს პუტინის რუსეთს. ვიმედოვნებ ეს შეიცვლება. ამავდროულად გავიხსენოთ, 11 წელზე მეტია რუსეთს ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა და მაინც ვერ დაამარცხა უკრაინა. Russia had every advantage and they have failed to defeat Ukraine. They still only have კვლავ უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 19%-ზე აქვს კონტროლი. over 1 million casualties. The Russian army has დანაკარგი დიდია, მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის არმია შეჩერებულია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამ ომში ფაქტორი აღარ არის. The Russian Air Force has failed to რუსეთის საავიაციო ძალებმა ვერ მოიპოვეს საჰაერო უპირატესობა და რაც შეუძლიათ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების დაბომბვა. ასე რომ, როდესაც დღევანდელ ვითარებაზე ვფიქრობ, დიახ, უკრაინელებს ძალიან უჭირთ, რადგან რიცხობრივად ჩამორჩებიან, მაგრამ მაინც შეაჩერეს რუსეთი. But still they have stopped Russia. And I think თუ დასავლეთის შეერთებული შტატები, კანადა, ყველა ევროპელი პარტნიორი და წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ის ქვეყნები, რომელთაც უკრაინა აინტერესებთ, რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის, კრემლის ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად ერთად გამოიყენებენ ყველანაირ ეკონომიკურ ინსტრუმენტს და თუ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოიყოფა, მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდება, თან სწრაფადაც. This would be a much better situation and relatively quickly.